აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არენდობა, მისი თქმით, ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო და მისთვის რთულია იმ მანდატურების ყურება, რომლებმაც მასზე იძალადეს. თავის სიტყვაში დათაშვილმა იძულებით დანიშნულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზასა და სამართალდამცველების მხრიდან ძალდობაზე ისაუბრა. დათაშვილი დაეთანხმა მისი უფლებადამცველის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე. ბრალდებული და ადვოკატი აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს არენდობიან და საქმის განხილვას საპელაცო სასამართლოში ითხოვენ, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მიმართა სასამართლოს და აიღო კიდეც განჩინება ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში მოთავსების შესახებ, ნინო დათაშვილის ეს განჩინება არ შეასრულა სასამართლომ და პროკურორის საჯარო განმარტებით ნინოს სტაციონირება აღარ მოხდება. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მოხდა ნინოს ამბულატორიული შემოწმება, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს იმის მიუხედავად, რომ სამხარაულის ბიუროს ოფიციალურად მივწერეთ და ვითხოვთ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე შევიდნენ სამხარაულის ექსპერტები ნინო დათაშვილთან ადვოკატების გვერდისავლით. შესაძლებელია, რომ დღეს პროკურატურამ წარმოადგინოს რაიმე ახალი დამატებითი ინფორმაცია. ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო ადამიანი, შესაბამისად ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში.